მოგესალმებით ტრადიციულად ოთხშაბათს დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი რადიო სივრცის ეთერში. რა თქმა უნდა ტრადიციულად ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან ვისაუბრებთ საინტერესო თემაზე, მაგრამ ასევე ტრადიციულად მცირე მიმოხილვა გასული დღეების და კიდევ უფრო მეტად გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების, ეკონომიკური აქცენტების, რომელიც ჩვენ გქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, პირველ რიგში რამოდენიმე ციფრობრივ მაჩვენებელს, რასაც გვინდა რომ ყურადღება მივაქციოთ, საქსტატმა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გასული კვირის ბოლოს პარასკევს ინფორმაცია მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირებით, ეს არის 2025 წლის წინასწარი მონაცემები, სადაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და განსაკუთრებულად აღსანიშნავი დეტალია, რომ მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 100 მილიონს გადააჭარბა, 104 მილიონზე მეტი მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ყოველთვის იყო აღნიშვნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დიახ ამ მაჩვენებელზე გავიდოდა, რაც კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს ზრდის დინამიკას. ყოველთვის ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ხდება ასახვა საქართველოს მოქალაქეებზე ამ შემთხვევაში და სწორედ ამ თუ ჩვენ შევხედავთ დარბას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი $1000 ამ შემთხვევაში უკვე აღემატება $10,000, $10,296 ფიქსირდება, ლარში $28,000 აღემატება. ეს არის ის წინასწარი მაჩვენებლები, რომელიც საქსტატის თანახმად დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ ეკონომიკური ზრდის დინამიკას მნიშვნელოვან წილად აჩვენებს. კვლავ თუ ჩვენ ვისაუბრებთ გავლენაზე, მოსახლეობის გავლენაზე, ეკონომიკური ზრდის გავლენაზე მოსახლეობის ნაწილში, კვლავ შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ასევე გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაცია და გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება ანაზღაურების ნაწილს. ანაზღაურების ნაწილს თუ ჩვენ ჩავხედავთ, საშუალო თუ ნომინალური ხელფასი ოღონდ ამ თხოვში არა შემოსავალზე ვსაუბრობთ, არამედ ხელფასზე ვსაუბრობთ, ხელფასის ჭრილში მეოთხე კვარტალში, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ანაზღაურება ხელფასმა შეადგინა $2,066, რაც შედარებისთვის 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით $250-ზე მეტის და დაახლოებით $250 ფარგლებში არის დაფიქსირებული ეს და აქ ერთ საინტერესო თემაა, როდესაც ხელფასებზე ვსაუბრობთ, საშუალო ხელფასი თვის ჭრილში მნიშვნელოვნად არის განსხვავებული და $1000 სხვაობაა ფაქტურად ქალების ანაზღაურებასთან მამაკაცების ანაზღაურებას შორის, თუ საშუალო ხელფასი მამაკაცების შემთხვევაში და კაცის შემთხვევაში არის $2,979 თითქმის, კაპიტონის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი $1952 ფარგლებშია. ისევე როგორც საინტერესო ამ კუთხით ბიზნეს სექტორში დაქირავებით ასაკმეულთა საშუალო თვიური მაჩვენებელი აქაც $2600. ეს არის ის მაჩვენებლები, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა გასული კვირის განმავლობაში და ჩვენ ვხედავდით ეკონომიკური ზრდის და ხელფასების მაჩვენებელს და გარკვეული ტიპის პროპორციას, რომელიც ახლავს თან ეკონომიკური ზრდის ნაწილს. ასევე საინტერესოა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ ნახეთ 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ექსპორტის მოცულობა, ცხადე არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე ამ შემთხვევაში საუბარი გადააჭარბა $1 მილიარდ, რაც თითქმის 23%-ით მაღალია გასულ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა ჩვენ უყურებთ, რომ მიუხედავად გლობალური მოვლენებისა, ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში შენარჩუნებულია სტაბილურობა ამ ჭრილში აუცილებლად უნდა აღინიშნოს სწორედ შემოდინებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, გულისხმობთ სავალუტო შემოდინებებს და სავალუტო შემოდინებები უზრუნველყოფს სწორედ ეროვნული ვალუტის სიმყარეს. ჩვენ ვნახეთ მცირე ტურბულენცია, რომელიც გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტიდან გამომდინარე ეროვნულმა ვალუტამ განიცადა, ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის ტურბულენცია, თუმცა ვხედავთ, რომ ჯამში ეს არის ძალიან სტაბილური მაჩვენებელზეა და საერთო შემოდინებები, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან, ექსპორტთან, ინვესტიციებთან და გადმორიცხვებთან და გადმორიცხვების მაჩვენებელი
ნახეთ ასევე გასულ კვირის განმავლობაში არის საკმაოდ სტაბილური და ამ კუთხით ვითარება არ არის რაიმე ფორმით განგაშის საფუძველის შემქმნელი, როდესაც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები არის სტაბილური და ფუნდამენტური ფაქტორები არის სტაბილური, ცხადია, ხოლო სპეკულაციური ნაწილი შეუძლია მცირე დოზით მერყეობა და გარკვეული ტიპის მცირე შფოთვას, პანიკებს, ასე ვთქვათ. და ამ ნაწილში ვითარება ცხადია დაბალანსებულია და ბალანსდება. ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა გასული კვირის მიწურულს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომელიც აქცენტს აკეთებს კონფლიქტის შესაძლო გახანგრძლივების შემთხვევაში რისკებზე და პირველ რიგში მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გახანგრძლივებას, ვთქვათ, რომ მსოფლიო ბანკი არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გახანგრძლივება შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ტურიზმსა და გლობალურ მოგზაურობაზე, ცხადია ეს რისკები არის, ისევე როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია არსებულმა კონფლიქტმა თითქმის 2%-ამდე 1.9%-ით შეანელოს გლობალური ვაჭრობა. ცხადია ეს არის რისკები, რომლის წინაშეც საქართველოა, თუმცა ჩვენ ვნახეთ ასევე გალთენ თაგართის კვლევა, რომელიც აფასებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე და აქაც ამ შემთხვევაში გახანგრძლივებაზე არ არის საუბარი, თუ კონფლიქტი არ იქნა, არ გახანგრძლივდა, ამ შემთხვევაში ნაკლებია მოსალოდნელი და პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ვინაიდან საქართველოს როგორ ზომავთ გავლენას, გაზომვის საუკეთესო საშუალება ამ შემთხვევაში დამოკიდებულება იმ ქვეყნებზე, რომელიც არის კონფლიქტის არეალი, უპირველეს ყოვლისა უნდა გაიზომოს ისრაელზე და ირანის ეკონომიკებზე რაიმე ფორმით დამოკიდებულება საქართველოს შილში, აქ ისრაელის შემთხვევაში ოდნავ მაღალია, მაგრამ არ აღემატება მნიშვნელოვნად მაჩვენებელს და ირანის შემთხვევაში დამოკიდებულება ძალიან დაბალია, თუმცა დამოკიდებულება მაღალია უფრო ფართო რეგიონის შემთხვევაში, უბრალოდ ყურის ქვეყნებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ტურისტული მიმართულებით, ისევე როგორც სწორედ ჩვენი ერთ-ერთი და თუ არა გამოკვეთილ თავარი პარტნიორი, პოტენციურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელი პარტნიორი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩვენველით უპრეცედენტო ინვესტიციას. ცხადია, კონფლიქტის გახანგრძლივება და მასში უფრო ფართოდ ჩართულობა სხვა ქვეყნების ეს ცალსახად გაცილებით ესეთი მაღალი რისკის მატარებელია, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ კონფლიქტი ამ ნაწილში არ გახანგრძლივდება, კიდევ ერთხელ პროგნოზი ამ კუთხით რთულია. აქ და ამ პერიოდში არსებული ვითარებები, მაგალითად გალთენ თაგართით, ფიქრობს, რომ მხოლოდ მოკლევადიანი გაგრძელების და მოკლევადაში კონფლიქტის შედარებით მოკლევადაში კონფლიქტის ამოწურვის შემთხვევაში მხოლოდ 0.2%-იანი გავლენა შესაძლებელია გქონდეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ გალთენ თაგართი პროგნოზიებს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას, ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ 0.2%-ზე სწორედ ამ 6%-დან. ახლა გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, თემა რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კეთილდღეობის განსაკუთრებული ნაწილია, შემადგენელი ნაწილია არა მხოლოდ კომფორტული ცხოვრების, არამედ საცოცხლო აუცილებელი პროცესის ნაწილია, სწორედ ენერგეტიკა და ჩვენ დღესაც როდესაც საუბრობთ კონფლიქტთან და კონფლიქტურ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვა შორის ერთ-ერთი მთავარი თემა თუ ჩვენ პრესის მონიტორინგს გავაკეთებთ, გლობალურ პრესის მონიტორინგს გავაკეთებთ, სწორედ ენერგომატარებლებზე ფასებია გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ნავთობზე და ბუნებრივ აირზეა საუბარი, თუმცა ცხადია, ბევრ შემთხვევაში მისი ალტერნატივა რიგ შემთხვევაში არის ხოლმე სწორედ ელექტროენერგია. ამ შემთხვევაში საქართველოს ენერგოსექტორზე გვინდა დღეს ვისაუბროთ და პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ბატონი გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ხესების ასოციაციის ხელმძღვანელი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, მადლობას გიხდით რადიო სივრცეში ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის და მინდა რომ ენერგეტიკის თემაზე ვცლად ვისაუბროთ, რამდენადაც ამას თქვენ საჭიროთ ჩათვლით, ვცლად რატომ რომ ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურებულ
კომუნიკაციას სახელმწიფო სექტორსა და სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის სულ ცოტა ხნის წინაც ვნახეთ კიდევ ერთი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. ჯამში რომ შევაფასოთ პირველი ვითარება თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ენერგეტიკის სექტორში, როგორ აფასებს კერძო სექტორი ამ შემთხვევაში იმ ინიციატივებს, რასაც სახელმწიფოს გააქტიურებული კომუნიკაცია ჰქვია ამ ნაწილში. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და ხო ჩვენ ცოტა ხნის წინ გქონდა შეხვედრა სამინისტროსთან, მინისტრთან, წარმომადგენლებთან და დარგი და ზოგადად ბიზნესი ამას ძალიან პოზიტიურად უყურებს. გარდა ამისა, კომუნიკაციის ნაწილი ჩვენ არ გვიჭირდა, აქ უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ ის, რომ მე მგონი პირველად ხდება, როცა კონკრეტულად წინა შეხვედრებზე დასმული საკითხები, ასე ვთქვათ, რაღაცა გადაწყვეტილ და მოგვარებული, ასე ვთქვათ, მოდის შემდგომ შეხვედრაზე. ამას ჩვენ მიჩვეულები ნამდვილად არ ვიყავით და ძალიან პოზიტიურად უყურებთ ამ საკითხს. მაგალითად, გეტყვით, არ მახსოვს 6 თვის წინ იყო თუ არ ვცდები შეხვედრა, სადაც დასმული იყო საკითხი, ესე იგი ამ გრედას ინიციატივაზე, რომელიც კანონპროექტს მოიაზრებს ქონების გადასახადის, ესე იგი პროექტები, რომლებიც განხორციელდება კონკრეტულ რეგიონებში, თემებში, ქონების გადასახადი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, ხო, ცენტრალურ მუნიციპალიტეტში აქედან მოხდეს რაღაცა წილობრივად განაწილება იმ თემისთვის, ამ ქონების გადასახადი, სადაც ეს პროექტები კეთდება. მაშინ ქალბატონმა მინისტრმა მოისმინა, ასე ვთქვათ, დაგვირდა რომ გაეცნობოდა კანონპროექტს, დაგვიბრუნდებოდა, გაეცნო, დაგვიბრუნდა და მეტიც ცოტა ხანში, ესე იგი, საპარლამენტო სესიაზეც გავა ეს კანონპროექტი და დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე პარლამენტში დამტკიცდება. ამიტომ უკვე შედეგებით ვართ, ასე ვთქვათ, შედეგებზე ვართ უკვე ორიენტირებული, რაც ძალიან კარგი არის და მისასალმებელი არის. კი ბატონო, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რითიც გარკვეულწილად ჩვენ კანონპროექტზე საუბრობთ, რომელიც მართლაც მეც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე საბოლოო სახეს და კანონის სახეს მიიღებს, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი აქვს, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა გკითხოთ კომუნიკაციის გააქტიურებას სამინისტროს მხრიდან მოყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა 1 მილიარდი ლარის პატიების ნაწილს, რომელიც გაჟღერდა გასულ წელს და ფაქტურად უკვე მთელი მოქმედება ძალაშია შესული ამ კუთხით. ძირითადში საუბარია ხოლმე რომ რატომ მოხდა, ვერცხოს რომელიც ახლა სექტორში არ არის ჩართული, აქვთ კითხვა რომ რატომ ენერგეტიკის სექტორს აი ამ ხელა თანხებზე პატიება, როცა თან განმარტებაც იყო რომ პირდაპირ საუბარია ჯარიმებზე და საურავებზე. რატომ ეპატია ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სექტორთან? რა იყო პრობლემა, ვთქვათ და რატომ მოუწია სახელმწიფოს ეს ნაბიჯი გადადგმა, როცა თან სახელმწიფო აღნიშნა რომ ეს იყო დარგთან კონსულტაციის გარდა ანალიზისა, დარგთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ანუ უნდა აღვნიშნოთ ესე იგი ის მომენტი რომ პროექტები რომლებიც გაჩერებული იყო, რომელიც დაუშვათ ასე ვთქვათ ვერ იძრებოდა და იყო უამრავი პრობლემები, ხო ჩვენ ვიცით რომ ყავდა ჩვენ ბაზარზე ინვესტორები, რომლებსაც ასე ვთქვათ რაღაც დაჯავშნელი ქვესადგურები ჰქონდათ, დაჯავშნელი ხეობები ჰქონდათ, ამ ფურცლები შემდეგ მიდიოდა ვაჭრობა და ერთი სიტყვით ჩვენ მივიღეთ სპეკულანტური ბაზარი, სადაც საქმე არ კეთდებოდა და რაღაცა ფურცლებზე ჰქონდა რაღაც პროექტები და რაღაც ფინანსები გვეწერა, ხო რაღაც. ანუ ადგილს იკავებდნენ გარკვეული კომპანიები სრულად. კი და შესაბამისად ახლა ახალი ხელმძღვანელობა, როდესაც მოვიდა და როდესაც ასე ვთქვათ, დაისვა საკითხი, რომ ყველა იქნება დაჯარიმებული, ყველა იქნება დასანქცირებული და ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ ვისი ბიზაშვილია და ასე შემდეგ. და მოხდება პროექტების ჩამორთმევა, ხო? უნდა ეს ყველაფერი დაწყებულიყო სუფთა ფურცლიდან, ლოგიკური იყო ეს, იმიტომ რომ სუფთა ფურცლიდან იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე ჩვენ, ეხლა მე დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, 10 წელი, 12 წელი და აქამდე არ ხდებოდა, ასე ვთქვათ, ამ ჯარიმების აღსრულება, ასე ვთქვათ, ამ საურავების დაწერა კომპანიებზე და პროექტების ჩამორთმევაც, ვადის გაგრძელებები მიდიოდა, ასე ვთქვათ, ამ კომპანიებისთვის და არ ვიყავით, არ იყო. ანუ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, ჩამორთმევა არ ხდებოდა, ხდებოდა გადავადება, ოღონდ ეს გადავადება შეიძლება გაგრძელებულიყო, არ ვიცი, 5, 6, 7 წელი, ხო და აქედან გამომდინარე, როდესაც ახალი თამაშის წესები დამტკიცდა, ეს ახალი თამაშის წესები უნდა დაწყებულიყო სუფთა ფურცლით, იმიტომ რომ ლოგიკური იყო დარგისგანაც, ასე ვთქვათ, წამოსული კითხვები, რომ თუ აქამდე დაუშვათ ძველ ცოდვებს სატო გვიხსენებთ, თუ აქამდე თუ ჩვენ და ისევ
თქვენი წინა გუნდი ხო ასე ვთქვათ არ გვიდგებოდა ასე და დღეს ესე არის მაშინ მოდი სუფთა ფურცლიდან დავიწყო და აბსოლუტურად სწორი იყო ასე ვთქვათ ამ ყველაფრის ამ სუფთა ფურცლიდან დაწყება თუმცა ჩვენ ვიცით ახლა რომ 16 მარტი იყო ბოლო დღე როდესაც ესე იგი პრემიერის განკარგულება იყო გამოცემული რომ კომპანიებს უნდა ეღიარებინათ ეს ჯარიმა ახლა ის ვახსენებ ჩვენ ჯარიმების ჩამოწერას ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს ჯარიმები ბოლომდე ნაპატიები არ არის თუ დაუშვათ კომპანიას რომლებიც ახალ ვადებს მოითხოვენ კონკრეტული პროექტის განვითარებაზე და ის ვადები იქნება დარღვეული, ის ძველი ჯარიმაც გაცოცხლდება და საკმაოდ სოლიდურ თანხებზე არის იქ საუბარი. შესაბამისად, ანუ მაქსიმალურად კომპანიას მართებს რომ ის საფასურის გონო გააწყობლება. აუცილებლად უკვე გვაქვს ინფორმაცია რომ ბევრმა კომპანიამ უკან დაიხია და პროექტები დააბრუნა სამინისტროში და ზუსტად ეს ყველაფერი ამ ჯარიმების ასე ვთქვათ ამ პატიება პლუს იმის ფონზე რას იმ კაცრეც აწი შემოდის ამან აუცილებლად უნდა წაახალისოს ბაზარი იმ კუთხით რომ ინვესტორები რომლებიც არ არიან საქმის გამკეთებლები ისინი ნელ-ნელა ჩამოცილდებიან ბაზარს და ჩვენ რეალურად დაგვჭება ენერგეტიკაში კეთილსინდისიერი ინვესტორი რომელიც ესე რომ ვთქვათ საქმის გამკეთებელი არის. აი ამ კეთილსინდისიერი ინვესტორს რა მნიშვნელობა აქვს? ხშირად ხდება ხოლმე ხაზგასმა რომ იყვნენ ენერგეტიკაში და სამწუხაროდ ბოლომდე არ გაიწმინდება რჩებიან შემთხვევითი ინვესტორები და რა შეჭრავს კეთილსინდისიერი ინვესტორი? როგორ უნდა ხედავდეს დარგს ხო? დარგის ხედვა არის ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ნუ ინვესტორს პირველ რიგში კეთილსინდისიერება იმაში გამოიხატება რომ როდესაც ფორმდება მემორანდუმი და კვლევას იწყებს კვლევებშივე უკვე უნდა სწორედ აკეთებდეს ამ ყველაფერს ანუ ის კი არა რომ მე გასაყიდად მინდა პროექტი მაინც მე ამ ყველაფერს არ ვაკეთებ და აი როდესაც არის $9,000,000 არ არის ცოტა თანხა კვლევებზე რაც უნდა დაიხარჯოს იმას არ ხარჯავენ სწორად ანუ არ უნდათ ამ ხელა თანხის დახარჯვა და შესაბამისად კვლევები უკვე მიდის არასწორად ხო არასწორად წასული კვლევა ნიშნავს რომ არასწორად გააკეთე გეოლოგია ასე ვთქვათ ხელწაკვრით ესე იგი სერიოზული კვლევები არ ჩაატარეს. შემდეგ, როდესაც უკვე მოსახლეობასთან შეხვედრები გიგმება და შენ იქ მიდიხარ და არა გაქვს სწორი კვლევები გაკეთებული და აბსოლუტურად ლეგიტიმური არის მეორე მხრიდან, ხო? ვიცით რომ ერთი არის მოსახლეობა, მეორე ვიცით რომ ამ დარგს ძალიან ბევრი მტრები ყავს, ხო? ძალიან. რომლებიც ჩასაფრებულები არიან და როდესაც ისინი აი ამ შეცდომებს პოულობენ, ხო? შენს არაკეთილსინდისიერ კვლევაში, არასწორ კვლევაში პოულობენ, შემდეგ მე მთელ დარგს ედება ეს ყველაფერი და მქონია მე შეხვედრები, მქონია მე სიტუაციები ესეთი, როდესაც ეს NGO-ები მოსულან და საჯარო განხილვაზე უთქვათ, აი იმ სადგურზე და იქ რომ იმათმა ის არ გააკეთეს და ეს არ გააკეთეს, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ, თქვენს ერთი ხართ ყველანი და ასე ვთქვათ, ცუდი გარემო ფონი იქნება საერთო, ხო, ძალიან ცუდი ფონი იქნება. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე მნიშვნელოვანი არის ხა, როდესაც ადამიანი რაღაცა არაკეთილსინდისიერზე მაქვს საუბარი, გააფორმებს მემორანდუმს და შემდეგ ადგება და დაჯავშნებს ქვესადგურში რაღაცა სიმძლავრეს და ამ ქვესადგურში ის არაზოს დაერთებას არ აპირებს და 5 წელი პროექტს ვერ ყიდის და დაჯავშნილი არის. გვერდზე ხეობაში შეიძლება კეთილსინდისიერად კაცი ადამიანი მუშაობდეს კომპანია და უნდოდეს ამ ქვესადგურში დაერთება და რეალურად მონდომებული რომელსაც თანხაც აქვს, სწორედაც გააკეთა ყველაფერი, ჩვენს ქვეყანას ამ ხალხს ასაქმებს, ფონდებს ქმნის, ქონების გადასახადს იხდის, ენერგეტიკას კილოვატ-საათებს მატებს ჩვენ ქვეყანას და იქ ვიღაცას დაჯავშნილი რო აქვს, ის ვერ ახერხებს დაერთებას. აი ეს პრობლემები ბევრი არის და მჯერა რომ ეხა ელექტროსისტემა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და საერთოდ კარგი არის რომ ესე შეხმატკილებულად დაიწყეს ასე ვთქვათ ურთიერთობა და კომუნიკაცია, იმიტომ რომ ადრე ჩვენ მქონდა პრაქტიკა ეკონომიკის სამინისტროს სხვა ინფორმაცია ქონდა, ელექტროსისტემას აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია ქონდა და ხო ანუ არ იყო ასე ვთქვათ სინქრონული მუშაობა ერთმანეთში და ეს სინქრონიზაციაც გაკეთდა ეხა და მოკლედ ძალიან ბევრი ნაბიჯები არის გადადგმული ამ კუთხით და მჯერა რომ მიერთების კუთხითაც ბევრი პრობლემა მოგვარდება მალე. კი ბატონო, ვინაიდან ხშირად როდესაც საუბარია ხოლმე ენერგეტიკის სექტორში, პირველ რიგში ისმინდა აღნიშნო რომ ანუ ორი დანაკარგი ხდებოდა რეალურად. ერთი რომ
როდესაც არაკეთილსინდისიერი ინვესტორი იკავებდა ადგილს, ერთი რომ მეორე კომპანიას არ ეძლეოდა საშუალება და ცხადია რომ ის კომპანია კონკრეტულად ზარალდებოდა და პოტენციურად დასაქმებულა და მე ვსკუ საქართველოს ეკონომიკა და ენერგეტიკა მთლიანობაში, ვინაიდან ჯამში არავინ არაფრის გამკეთებელი იკავებდა. ყველაზე მეტი რეგიონი ზარალდება ხო, იმიტომ რომ რეგიონი ვიცით გვეცლება, სამუშაო ადგილები არ არის, ხალხი გადის რეგიონიდან და ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის კიდევ. ამ ყველაფერთან ერთად. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე, როდესაც ეკონომიკის მინისტრმა მაგალითად ჩვენთან საუბარში, ჩვენ სხვა პლატფორმაზე ახსენა ეკონომიკის განვითარების ბანკის საქმიანობაში ენერგეტიკის მიმართულებით დაფინანსების ჩართვა. აი ენერგეტიკის კუთხით დაფინანსების ნაწილს და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მონაწილეობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ აი ძალიან ასე ვთქვათ, სულმოუთმენლად ველოდებით, ესე იგი ჩვენ ამ ინიციატივის სიღრმეებში შესვლას, იმიტომ რომ ძალიან კარგი ინიციატივა არის, ბანკი თუ გაკეთდება და მოხდება რაღაცნაირად, არ ვიცი, ბევრი ფორმა არსებობს, როგორ შეიძლება ენერგეტიკული პროექტები წახალისდეს, ასე ვთქვათ, დაფინანსდეს, თუნდაც ან შეიძლება მაგალითად ბანკი კომერციულ ბანკთან ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, ხო, რაღაცა პროცენტულად რაღაცა წილი დააფინანსოს ამ ბანკმა პირობითად, რომ აი რაღაცა 11%-იანი და ორნიშნა, ესე იგი საპროცენტო განაკვეთიდან ჩამოვიდეს რაღაც 7-8%-ზე, ხო? ან თუნდაც interest rate during construction-ი რაც არის, ხო? მაგის დაფინანსება მაინც რომ მოხდეს, ეგეც დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ ვიცით რომ მშენებლობის პროცესი დიდი ხანი გრძელდება, თანხები დიდი არის, რომელსაც ითვისებ ბანკიდან, ხო, სადღაც არ ვიცი 30-40 მილიონი შეიძლება ერთ პროექტზე აიღო და ეს ასე ვთქვათ, ამ პერიოდში დაგროვილი თანხა, რომელიც გეყინება და შემდეგ გერთვება, საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხები არის, ხო, ერთ პროექტზე შეიძლება 4-5 და 10 მილიონიც იყოს. აი მსგავსი რაღაც დაფინანსებები თუ იქნება, ამას ვესალმებით და სერიოზული გადადგმული ნაბიჯი იქნება პროექტებში, ენერგეტიკული პროექტებისთვის, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკული პროექტებისთვის, იმიტომ რომ ჰიდროენერგეტიკა არის გზელვადაზე გაწელილი, როგორც ვიცით, მშენებლობის კუთხით გულისხმობ. კი ბატონო, თან საუბარია ჩვენ ერთ-ერთ ეთერში საუბრობთ და თქვენ მაშინ ძალიან კარგად ახსენეთ და სულ ფიქრობ ხოლმე და ბევრჯერ მოვიყვანე ეს ჩემს სხვა საუბრებში, მაგალითად რომ ენერგეტიკა არის თან ისეთი სექტორი, რომ ანუ ინვესტორის ხედვაც და მათ შორის დაფინანსების ნაწილიც უნდა მოდიოდეს, რომ ის უნდა ფიქრობდეს მრავალი წლის შემდგომ თანხის ამოღებაზე, ეს არ არის სწრაფი მოგების საშუალება და ალბათ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით. ხო, 7-8 წელი, 7-8 წელი არის და უკვე სხვა სექტორებსაც შეეხება, სამშენებლო არ არის, ხო? თქმა უნდა და აქ უკვე პროცენტები რო ემატება ბანკის ადის 10 წელს. სხვანაირი ხო. ხო, რთული არის ინვესტორთან მიხვიდე და უთხრა რომ წამოდი ჩადე ბიზნესში ფული, რომელიც 10 წელიწადში უნდა მოგიტანოს, შენი უკუგება ძალიან რთული არის ინვესტორის მოძებნა, ამიტომ ხო. კი ბატონო, მე მესმის რომ თქვენი ძირითადი მიმართულება ძირითად საშუალო ხელისუფლების ნაწილია და საბამის ასოციაციას ხელმძღვანელობთ, თუმცა ჩვენ ჯამურად ენერგეტიკის შეფასებაზე ვაკეთებთ აქცენტს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერდა, ვთქვა ჩვენთან ეთერში ინფორმაციის გაცნობა, შემდგომ იყო დებატები, სადაც ეკონომიკის ministrმა ხაზი გაუსვა მსხვილი ხესების არსებობას და მნიშვნელობას, ხო, ამ შემთხვევაში იყო საუბარი ნამახვანზე, ხუდონზე. როგორ აფასებთ ამ ვითარებას და მსხვილი ხესების საჭიროებას და სახელმწიფოს ჩართულობას ამ მიმართულებით? ნუ უმნიშვნელოვანესი არის, ხა ვიცით, სხვათა შორის ბოლო შეხვედრა, რომელიც გაიმართა სამინისტროსთან, ხუდონზე იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული. მინისტრმა თქვა, რომ ყველაზე დიდი აქცენტი ახლა ამ მომენტში ხუდონზე კეთდება და თითქმის მზად აქვთ ყველაფერი, ასე ვთქვათ, რომ ამ პროექტზე აქტიური მუშაობა დაიწყოს, მუშაობას გულისხმობ უკვე საქმეზე რო გადავიდეს, ასე ვთქვათ, პროექტი. და მივესალმებით იქ რამოდენიმე ვარიანტები იყო, ჯერ როგორც ჩანს განხილვის საკითხი არის კიდე თვითონ სამინისტროში და მთავრობაში. ფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ლომის წვლილი, იმიტომ რომ რთული არის მანდ ხა კერძო ბიზნესი შევიდეს ესე და ჩვენ პრობლემები ვნახეთ უკვე. ძალიან დიდი, ძალიან ბევრი და ამიტომ არ ამგონია ძალიან გაჭირდება, არ ვიცი, ვიღაცა გამოჩნდეს რომელიც სიტყვის რომ მე კერძო კომპანიამ ყველაფერს გავგებ, სახელმწიფო უნდა იყოს ძირითადი ლოკომოტივი და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ წილობრივათაც უნდა რაღაცა, ასე ვთქვათ, საკმაოდ სოლიდური, ასე ვთქვათ, ნაჭერი დარჩეს სახელმწიფოს მხარეს. შესაბამისად,
მივესალმებით ამას და ამის მნიშვნელობაზე ხარ რომ დავიწყოთ ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა აი როდესაც ჩვენ საუბრობთ ენერგო დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოებაზე, ხო, და მსგავსი ჰესების არსებობას ჩვენს ქვეყანაში ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჩვენ ვიცით რომ ენგურჰესი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, ხო, იმიტომ რომ ის ტარიფი, სამომხმარებლო ტარიფი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი მთელს ევროპაში, არა მარტო მთელს ევროპაში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ყველაზე დაბალ ელექტროენერგიის გადასახადს ვიხდით და ეს უნდა გვესმოდეს საიდან არის? ეს არის ენგურჰესი, ხო, რომლის ღირებულება დღეს კილოვატ-საათის არის 4 თეთრი, ხო, ეს რემონტები გაძვირდა, ეხა ეს რემონტები რაღაცები რაც გაკეთდა, იმას გადახდა უნდა და 4 თეთრი არის და ესე იგი როგორ ხდება, ხო? 4 მილიარდი კილოვატ-საათი გამომუშავება, რომელიც ქონდა აფხაზეთთან ჩვენ 50-50-ზე რო იყოთ, 2 მილიარდი კილოვატ-საათი საქართველოს მხარეს რჩება, 2025-იც ესე მოხდა. თელასი და ენერგოპრო ყიდულობენ ამ ელექტროენერგიას, ხო, რომ მოსახლეობას, ასე ვთქვათ, ის ტარიფი დაждდეს, რაც ზის. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ, ვიცით, რომ ენგურჰესის, ესე იგი, კაშხალი წყალი ჩვენ მხარეს არის, სამართავი პულტი არის ჩვენს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ხო? ჩვენ სადღაც თეორიულად დავუშვათ და ვხედავთ ზოგადად მსოფლიოში რა ხდება, ხო, როგორი, ასე ვთქვათ, გაშმაგებული ომი მიდის ერთმანეთში ენერგორესურსებზე, სხვათა შორის. რაღაცა თეორიულად რომ მოხდეს და ჩვენმა არაკეთილმოსურნე, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ რომ ენერგო სამართავი პუნქტი გადაკეთოს, გამორთოს. შვენივრად მიაწვდიან თვითონ აფხაზეთს დენს ისე რომ საერთოდ პრობლემა არ იქნება. 2 მილიარდი კილოვატ-საათი, გიორგი, ესე იგი ჩვენ ამოგვივარდება 4 თეთრიანი და გასაშვალოებული რო ავიღოთ იმპორტის წლის არის სადღაც 5.5 ცენტი. ესე იგი 4 ჯერ უფრო მეტი, ხო? ესე იგი 4 ჯერ ჩვენ ტარიფი არ გაგვესდება, იმიტომ რომ ენგურის წილი დაახლოებით არის სამომხმარებლო ტარიფში სადღაც 55%. მაგრამ გაიზრდება დაახლოებით 10 თეთრით. ეხლა მინდა წარმოვიდგინოთ თქვენ სამომხმარებლო ტარიფს ალბათ ასე ვთქვათ მოსახლეობას 10 თეთრი როგორ დააწვება გვესმის, ხო? რა შეიძლება მოხდეს და ალბათ შემდგომში ის ნაბიჯები იქნება, რომ მოდი მოსახლეობას არ დააწვეს და მაშინ ბიზნეს უნდა დააწვეს და ერთი სიტყვით როგორც ცალკეულ ტარიფებზე აბსოლუტურ ასე ვთქვათ კატასტროფის წინაშე ვიდგებით და ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა და სხვა სადგურები კიდე მცირე და საშუალო ხარის იქნება, მზის იქნება ზოგადად ენერგო, ასე ვთქვათ, დამატებითი კილოვატ-საათები ჩვენთვის ზუსტად აი ამ საფრთხის, ხო, აი ამ საფრთხის განეიტრალების ერთადერთი გზა და ერთადერთი, ასე ვთქვათ, საშუალება არის. ამიტომ ყველანაირი ფასი უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ენერგო დამოუკიდებლები, ენერგო უსაფრთხოება ჩვენი რო იყოს, არ იყოს სხვაზე დამოკიდებული. ანუ ყველანაირი ფასი უნდა გავიღოთ ამისთვის. კი ბატონო და აი ისე თან უნდა ვიჩქაროთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისე თქვენ რა თქმა უნდა რომელიც მახსოვს გამოვიყედებ, რომ გრძელვადიანი ინვესტიცია რამდენი ხანი დაჭირდება, რომ წარმოვიდგინოთ იგივე უდონის ნამახვანის ნესკრას მშენებლობას, ხო? ნუ ეს თუ სწრაფად არ დაიწყო პროცესები, ჩვენ ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. კი, ამ სამყაროში ერთადერთი რაც ყველაზე სწრაფად გადის ეს დრო არის და ეს დრო ხო ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს. კი ბატონო, აი ენერგო დამოუკიდებლობაზე როცა ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენ ახლა ძირითადად ახლა პრემიერის მხრიდან ბევრჯერ გაკეთდა აქცენტი თვითკმარობასთან დაკავშირებით, საკითხს თქვენ ბევრჯერ აღნიშნეთ ენერგო დამოუკიდებლობის ნაწილი. ერთი მნიშვნელოვანი თემა ასევე რაც არის ჩვენ უნდა მოვიდებით, მაგრამ მაინც ვაჟღერებთ ექსპორტის პოტენციალს ასევე, ნუ იმიტომ რომ გვაქვს ახლა ექსპორტი, მაგრამ ნუ ეს არა მდგრადი ხო, მაგრამ რაღაც პერიოდში როცა სიჭარბე გვაქვს და ვერაფერს ვიყენებთ. თუმცა ამასობაში ვიწყებთ ისეთი ტიპის ამბიციური და სოლიდურ პროექტს, რომელიც უკვე რა ვიცი თუ იმას ეჭვებარებოდა კიდევ უფრო რეალისტური გახდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს გულისხმობ. იგივე კაბელის ჭრილში და აი უკვე ორხრივ ინტერესების პროექტად დასახელება ევროკომისიის მიერ რამდენად აძლიერებს სექტორისადმი ინვესტორების ინტერესებს? Ну, რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი, ალბათ, რომელიც იქნება გაშვებული ჩვენი ქვეყნიდან, ასე ვთქვათ, იმ უცხოურ ინვესტორების მიმართ და საინვესტიციო ფონდების მიმართ, რომელიც ჯერ აქამდე ალბათ არ გაკეთებულა ესეთი სიგნალები, ალბათ არ ვიცი, როდი შეიძლება მოხდეს. მნიშვნელოვანესი არის ეს პროექტი. მე იმასაც ვიტყვი, რომ იმ ნავთობსადენ და გაზსადენზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს იქნება პროდუქტის ჩვენ გვექნება საშუალება გავიტანოთ პროდუქტი, რომელიც გვაქვს უამრავი და ულევი, ხო? რომელსაც ელექტროენერგია ქვია.
ამიტომ ხო ეხლა ვიცით რომ უკვე რაღაცა ფსკერის კვლევა არის დაწყებული და რაღაცა დეტალურ დიზაინის ასე ვთქვათ პროცესში არის უკვე გადასული შესაბამისად უმნიშვნელოვანესი არის ხო ჩვენ გვაქვს კი თურქეთთან ვაჭრობა და გაცვლა ელექტროენერგიის ხო მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა აბსოლუტურად სხვა ბაზარია იქ ევროცენტებში არის ვაჭრობა ტარიფს რო გადახედოთ 12-11 ევროცენტი არის შესაბამისად აბსოლუტურად ისეთ ასტრონომიულ თანხებზე გავალთ შავი ზღვის კაბელი და მწვანე კორიდორი ესე იგი ერთად რო გაკეთდეს 4500 მეგავატზე არის საუბარი ჯამში 38 მილიარდ კილოვატ-საათი იქნება ეს და ხო ნუ თუ რაღაცა ხა იქ აზერბაიჯანი ძალიან დაინტერესებული არის ხო ამ პროექტით ისინი ძალიან აქტიურად ანვითარებენ განახლებადი ენერგიებს აქ მნიშვნელოვანი იქნება მწვანე ენერგია ხო რომ ეს ენერგია იყოს განახლებადი ენერგიით გავიდეს ხო ჩვენ რო სულ რო ამის ნახევარი ავითვისო და ახლობით 3 მილიარდ ევროზე არის აქ საუბარი ხო ყოველწლიურად შენს ქვეყანაში შემოსული ხო და რა ვიცი ამაზე მაგარი რა შეიძლება იყოს ხო კი ბატონო ამ ხელა შემოსავლები პლუს ამას ხა დღეს როდესაც კიდევ ერთხელ ამ კონფლიქტს უყურებთ კიდევ ერთხელ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენერგოდამოუკიდებლობის ნაწილს ვინაიდან მთელი დისკუსია მიდის ხო რა ვიცი ხა ვიღაცას თუ გონია რომ ტრამპი ვენესუელაში რაღაც სიტყვის თავისუფლების გამო შევიდა ეგ კაცი იძახის რატომაც შევიდა და ზოგადად ხედავთ რა ხდება ხო და ვიღაცამ დღეს თუ გაიგო რომ ენერგეტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში რა ვიცი მინდა მივუსამძიმრო მაშინ იმიტომ რომ ყველაზე მთავარია ხო ეკონომიკა მაგაზე დგას აბსოლუტურად კი ბატონო და ბოლოს შეჯამების სახით მინდა აღვნიშნო ასევე ჩვენ გარკვეულად დავიწყეთ საუბარი ამაზე რომ კანონპროექტთან დაკავშირებული ვითარებაზე ამ კუთხით კომუნიკაცია სამინისტროსთან და ზოგადად სახელმწიფოსთან უგრძელდება აპირებთ დისკუსიებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში ხო კი ძალიან აქტიურად სხვათა შორის ძალიან აქტიურად მეტიც სამინისტროსგან არის წამოსული ასე ვთქვათ ესეთი ინიციატივა რომ აი ძირითადად ასე პირველ ადგილზე ჰიდროენერგეტიკა არის ხო დაანონსებული რომ ჩვენთვის ესე იგი სახელმწიფო ამბობს რომ ჰიდროენერგეტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ მოდის ქარი და მზეუე ამიტომ რა შეიძლება კიდე გავაკეთოთ ასე ვთქვათ ჰიდროენერგეტიკისთვის როგორ შეიძლება წავახალისოთ შეხვედრები იმართება ბიზნეს ასოციაციაში იყო შეხვედრა მაგალითად მსჯელობა მიდის ეხა ჯერ დარგი ვზივართ ასე ვთქვათ და მსჯელობთ რა შეიძლება ხო დარგს აქვს განცდა იმის რომ რაღაც საკითხზე რომ შეჯერდეს იმ საკითხს კარგი გაგებით გაიტანს სახელმწიფოსთან რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხა ვამბობთ აი სანამ დრო ვამბობთ რაღაცა იმიტომ რომ ისმენენ და ხო არ ძლივს არ ვიცი ყველა იძახის რომ ესეთ სიტუაციაში არ ყოფილვართ არ ვიცი რამდენი ხანი არის ხო და ამიტომ ხო ეს შეხვედრები არის იდეები ამ იდეების ახლა დამუშავება მიდის, პრეზენტაციები გაკეთდება, ცოტა სიღრმისეულად ჩავდივართ, რომ ასე ვთქვათ, ფინანსები და ყველაფერი სწორად იყოს დათვლილი, იმიტომ რომ როდესაც სამინისტროში მივალ წარსადგენად ამ ყველაფრის შემდეგ სამინისტრომ ეს მთავრობაზე უნდა ასე ვთქვათ, გაიტანოს და მთავრობასთან უნდა კონდეს ასე ვთქვათ, დისკუსია ამაზე შესაბამისად, ხო მუშაობთ ამაზე და ნუ მაგაზე კარგი რა შეიძლება იყოს, ხო? კი ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი არის ესეთი განსაკუთრებულად საინტერესო რომ ძალიან პრაქტიკული მაგალითებით ხო გეუბნებით მე ჩვენ ერთ-ერთი წინაგადაცებიდან მომყვება მთელი რიგი საკითხები რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რეალურად გამოხატავთ ძალიან აქტიურად დარგის პრაქტიკულ საჭიროებებს და ამ ხედვას მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენდით ჩვენ ტრადიციულად დავბრუნდებით 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ მადლობთ